სახე უნდა გავადოთ, სიქა უნდა გავაცალოთ. აგრესია და ძალადობა მათ ქმედებებს ფონად გასდევს. ხართ მონა და მოღალატე. ზიზღი და სიძულვილი მათ სამარკო ნიშნად იქცა. ზიზღს რა მიგზალავ, მივიღებთ იმას ტაქსი დრაივერს რა, დაგადგებით და ცუდად მოიქცევი რა, იმიტომ რომ ეს ზიზღი სადაც უნდა გაუშვა რა. მიზიზღებოდეს არის ძალიან სწორი რამე, ანუ ფუნდამენტური შეიძლება რომ მოხდეს. მათი გონება დიდი ხანია რაც ინსტრუმენტია იმ ძალების ხელში, ვისაც კონკრეტული ინტერესები ამოძრავებს სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ. ევროპა როარ კიდე დედები, მამები, ბიძები ხო ხართ იქ ვიღაცას? აღარ შემიძლია! ისინი ეგზალტირებულ ჯგუფებს ეუბნებიან, რომ ეს ზიზღი და სიძულვილი ლეგიტიმურია, რადგან ასე თითქოს და სამშობლოს და მის ევროპულ მომავალს იცავენ. საქართველოს ხალხო, მტკიცეთ დადექით და იბრძოლეთ ევროპის ფასეულობებისთვის. წლებია ვხედავთ არეულობის მცდელობებს, ხელოვნურად შექმნილ ხმაურს. მათგან ზოგიერთი გამიზნულად ყვირის. ამ ყვირილისთვის მათში სოლიდური რესურსი ჩაიდო. ზოგიერთიც უბრალოდ პროპაგანდის მარწუხებშია და სჯერა, რომ თუ რუსთაველის გამზირზე მობილურიდან ამოკითხულ გაცვეთილ ფრაზებს ჩაიკითხავს, ამით სამშობლოს იხსნის, ეგრეთ წოდებული რუსული რეჟიმისგან. ერთი შეხედვით ეს ყოველივე კომიკურია, თუმცა ამ კომიკურობამდე ეს ჯგუფები მძლავრმა პროპაგანდამ მიიყვანა, რომელიც ადამიანების ინდოქტრინაციაზეა ორიენტირებული, რომლის თანახმადაც არსებობს მხოლოდ ორი მოცემულობა: სინათლე და სიბნელე. ეს ვიწრო ჯგუფი სინათლეა. ხოლო ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები, ვინც ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს იცავს, ანუ არ ემორჩილება გარე დიქტატს, სიბნელე. პროპაგანდის არსი მის სიმარტივეშია, ამიტომაც მასებს მხოლოდ ორი პოსტულატი მისცეს: სიკეთე, ანუ დასავლეთის უპირობო მორჩილება და სიბნელე, ანუ კრიტიკული ხედვა, რომელიც უცხო ქვეყნების კი არა, საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით მოქმედებას ნიშნავს. ხოდა მიზანმიმართული პროპაგანდისტული შტურმით ისინი დაარწმუნეს, რომ რაც უფრო მეტად გამოხატავენ ზიზღსა და აგრესიას ეგრეთ წოდებული ბნელების მიმართ. მათ ენაზე ვეთქვი, რუსკი კარაბლი იდი ნახუი რა ამ ქვეყნიდან. მით მალე მიიღებენ გმირის სტატუსს. თავისუფლება სინდისის პატიმრების გამოჩნდა გმირები ჩვენ შორის. პატიმრობაში ტოვებენ ჩვენ ახალგაზრდებს თავისუფლებისთვის მებრძოლს. პროპაგანდა ქმნის ალტერნატიულ რეალობას. ის ამბობს, ვინ არის მტერი და რატომ იმსახურებს ზიზღს. დექტაბატონური პროპაგანდა. მოიშორეთ. მოაბრუნე ხა და წა. ვინც მათსავით არ ყვირის. ის მოღალატეა. ძალიან სამწუხარო რომ ვიღაცა თუ ვერაცნობიერებს თუ რა კატასტროფასთან გვაქვს საქმე. როდესაც უკუპირებული ხარ დედასპიცაო მშვიდობაზე ლაპარაკი ღალატია უბრალოდ. ვინც მათ გვერდით არ იგინება, ის მონა. ეს ტრენინგებზე ნასწავლი სიძულვილი და მართული ზიზღია, რომელიც მცირე, მაგრამ ხმაურიან ჯგუფს მეტასტაზებივით მოვიდო. რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანების გონება მათ აღარ ეკუთვნით? ძალიან ბევრი სისხლი დაღვრილა ამ ქვეყანაში და ძალიან ბევრ სისხლს გავწირავთ კიდეც უსაჭირო გახდება. მარცხენა და ეს ჩემი მარჯვენა. ეს უკვე დაემსგავსა რწმენის სახელით დანაშაულის იდეალიზაციას, როდესაც პოლიციელის დაწვა გმირობაა. მე ვარ ლაზარე, შენ ხარ ლაზარე, ყველანი ვართ ლაზარეები. პოლიციელისთვის ხელის გარტყმა ეგრეთ წოდებული რეჟიმისთვის გაწნული სილა. არანაირ შეცდომას არ ჰქონია ადგილი მზიამაღლობელმა სილა გააწნა რეჟიმს. პოლიციელი მათ ეგზალტირებულ და დამუშავებულ გონებაში ადამიანი აღარ არის. უუფლებოა ისევე როგორც ყველა, ვინც მათ გვერდით არ ყვირის. მსახური მონა რუსის პოლიციელებით. მეტი რაღა უნდა დაგემართოს. რუსის ჩარისკაცებზე უარესობი ხართ, ისინი ლოთები მაინც არიან აღიარებენ. მოახდინა თქვენმა თანამშრომლებმა. ეს ყველაფერი სინამდვილეში ერთი სცენარის ნაწილია და გეგმაზომიერად ხორციელდება. სტიგმატიზება და ხელოვნურად წარმოქმნილი პოლარიზაცია. იანუკოვიჩი მოხდა საქართველოში. დღეს უნდა მოხდეს რევოლუცია. პროპაგანდა, რომელიც ამ პოლარიზაციას უფრო და უფრო აღრმავებს და ქმნის ისტერიას. ეს არის ბოლო გადმოწუწება რუსეთისგან. აი ეს ხელისუფლება. ახლა თუ მოგვერევიან, შეიძლება მერე
ბევრი წელი ვეღარ გავიმართოთ. და ბოლოს, ისტერია, რომელიც წარმოშობს ძალადობას. საითმიდის და რას ემსახურება ზიზღისა და სიძულვილის გარედან გენერირება. მთავარი არის ნარატივი. მთავარი არის სამყაროს ის სურათი, სადაც არსებობს ეს რელიგიური დიქოტომია, სინათლე და სიბნელე. მიზანმიმართულად უნდა თვლიდეს ის, რომ ვინც აი ამას არიზიარებს ამ სინათლის ნარატივს, მის მიმართ ყველაფერი შეიძლება, თქვათ ასე, ყველაზე უფრო ისეთი საშინელი გამოვლენა ამისი იყო თავის დროს, როდესაც ადამიანები ტერორიზმს მიდიოდნენ. მაგრამ რა არის სინათლე და რა სიბნელე? ეს უკვე პროპაგანდის საქმეა, რომელსაც კონკრეტული დღის წესრიგის თანახმად მიხავს სიტუაცია რადიკალიზაციამდე. ის ეგრეთ წოდებული ტვინის გამორეცხვის მეთოდით მოქმედებს და ეტაპობრივად აქცევს ადამიანებს ნეოფაშისტებად. თქვენ არ გაქვთ უფლება სუნთქავდეთ ევროპულ ჰაერს. თქვენთვის ევროპაში ადგილი არ არის. ჩვენ გამოხატვის თავისუფლებას ვიყენებთ. თავისუფლება რეჟიმის თხოვებს. კი ბატონო, გამოდი მარიამთან იქეთ ვილაპარაკოთ, რომ ბავშვები არ დაისწრესონ. საქართველოში არავის არ დაუთესია ამდენი სიძულვილი, რაც დღეს დათესეს USAID-ის, NED-ის და სხვა ფონდების მეშვეობით საქართველოში. ეს არის დანაშაული ქართული ხალხის წინაშე. და ეს უნდა დასრულდეს. არა მარტო USAID-ის და NED-ის გავლით, რომელიც დღეს უკვე გაუქმებულია ტრამპის გადაწყვეტილებით, ზოგადად საქართველოში უნდა დასრულდეს ეს პროცესი, რასაც ქვია ადამიანების მოწამვლა, ერთმანეთთან დაპირისპირება. თითქოს მათ გონებაში ახალი სამყარო ჩააპროგრამეს. სამყარო, სადაც არსებობის უფლება მხოლოდ მათ აქვთ, ხოლო ვინც განსხვავებულად ფიქრობს, ის უკეთეს შემთხვევაში ქვეყანაში ცხოვრების ღირსი არ არის. წადი შენ აქედან! შენ საქართველოში არ მეიცხოვრო შენ! უარეს შემთხვევაში კი საერთოდ ცხოვრების უფლებას კარგავს. გავანადგურებთ თელ ყველა ქართული ოცნების წევრს. სინამდვილეში ეს არ არის ეგრეთ წოდებული გამოღვიძებული სიბრაზე, როგორც პროპაგანდა ფუთავს. არამედ ეს მართული ემოციის პოლიტიკური იარაღად გამოყენებაა. ვაპირებთ განმახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზება. და აქ ისმის მთავარი კითხვა. ვის ეკუთვნის ეს ეგრეთ წოდებული ბრაზი რეალურად? ადამიანების მოწამვლა, ათასგვარი მახინჯი პროპაგანდის გავრცელება, ეს არის ერთი და იგივე მეთოდები, რასაც ისინი იყენებენ სხვადასხვა ქვეყანაში. ერთი წლის წინ სლოვაკეთში პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს რამდენჯერმე ესროლეს. სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა და ვინც სცადა მისი მოკვლა? 71 წლის პოეტმა იურაი ცინტულამ მისი დაკავების შემდეგ გამომძიებელმა აღნიშნა. მან განაცხადა, რომ სოციალურად მგრძნობიარეა და ყველაფერი, რაც საზოგადოებაში ხდება, მას ძალიან აღიზიანებს. მან დაამატა, რომ არავინ იცოდა, რას გეგმავდა. ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკას. მან თქვა, რომ ძირითადად სურს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა და ამჟამინდელ მთავრობას ევროკავშირისკენ მიმართულ იუდად მიიჩნევს. ამიტომ გადაწყვიტა მოქმედება. რამ შთააგონა 71 წლის პოეტს, რომ რობერტ ფიცო, რომელიც არც ევროკავშირიდან და არც ნატოდან გამოსვლის პოლიტიკას ეწევა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინტერესებით ხელმძღვანელობს, ბოროტი პერსონაჟია. ყველაფერი იმ წუთიდან დაიწყო, როდესაც არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის, იგივე Deep State-ისთვის მიუღებელი კანდიდატი არჩევნებში დაწინაურდა. შედგა გეგმა მის გასანეიტრალებლად. და რადგან ეს არჩევნებით ვერ მოხერხდა, დაიწყო რობერტ ფიცოს გაშავების კამპანია, რაშიც მონაწილეობდა ლიბერალური მედია, ოპოზიცია, კულტურის წარმომადგენლები, NGO-ები. ისინი ფიცოს ჯერ პრორუსად და ავტორიტარად აცხადებდნენ. პარალელურად, იგივე ლოზუნგებითა და შეძახილებით ქვეყანაში აქციებიც გაიმართა. ზიზღისა და სიძულვილის კამპანიამ კი იმ მასშტაბებს მიაღწია, რომ ბოლოს 71 წლის როგორც შანს გაუწონა სწორებელმა და მოწყვლადმა პოეტმა, კალმის ნაცვლად ხელში იარაღი აიღო და კრიტიკის ნაცვლად მკვლელობას სცადა. სწამდა, რომ გმირულ აქტს ჩადიოდა. მაშინ ფიცოს გუნდის წევრმა, ლუბოშ ბლაჰამ მედიას ასე მიმართა. მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა აღშფოთება იმის გამო, რასაც ბოლო წლებში აკეთებდით აქ. თქვენ ლიბერალური მედია, პოლიტიკური ოპოზიცია, იმ სიძულვილის გამო, რომელიც გაავრცელეთ რობერტ ფიცოს მიმართ, იმ სახრჩობელას გამო, რომელიც მისთვის ააშენეთ. სასწაულებრივად გადარჩენის შემდეგ კი რობერტ ფიცომ ვრცელი მიმართვა გაავრცელა, რომელიც ფაქტობრივად ამხელს ზიზღისა და სიძულვილის ხელოვნურად შექმნილ სისტემას, რომელსაც შეუძლია უბრალო ადამიანი დამნაშავედ, მკვლელად აქციოს.
ამჟამინდელი ოპოზიციის სიძულვილმა და აგრესიულობამ, რომელსაც აშუქებს მედია, ახალისებს უცხო ქვეყნების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები. და სწორედ ამ კამპანიამ მიიყვანა ცინტულა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ხელში იარაღი აეღო და მისი აზრით სლოვაკეთი გაეთავისუფლებინა ვითომ და ფიცოს მარწუხებისგან. ახლა დაუბრუნდეთ საქართველოში და დავაკვირდეთ, განა იგივე ზიზღისა და სიძულვილის კამპანია არ მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების, მათი მედიებისა და აქტივისტების მონაწილეობით, რომელსაც მხარს უჭერენ გარედან დაფინანსებული NGO-ები და მათი უცხოელი პატრონები. როგორც სლოვაკეთში, აქაც მთავარ არგუმენტად ეგრეთ წოდებული პრორუსულობა მოჰყავთ. როგორც ჩანს, სწორედ ეს ტერმინია Deep State-ის მთავარი იარაღი, მისთვის არასასურველი ხელისუფლებების მოსაშორებლად. ასე რომ საქართველოშიც ყველაფერი შავი კამპანიით იწყება, რაშიც ჩართულია მედია. არალეგიტიმური ხელისუფლება, რეჟიმი, მიტაცება, ოლიგარქის რეჟიმი, გარუსება, არალეგიტიმური პრემიერი, როგორ ძალადობს სისტემა ევროპული მომავლის მცველებზე. ოლიგარქის არალეგიტიმური პარლამენტი. ეს არის ჩაჭერა, ბოლომდე მოჭერა დიქტატურის გადაფორმება, გაფორმება. მზადდება ნიადაგი ძალადობისთვის, ანუ ხელოვნურად ღრმავდება პოლარიზაცია და ყველაფერი მარტივ, პათეტიკურ ლოზუნგებამდე დადის, რომ ერთ მხარეს არის ვითომ და სინათლე, ანუ ევროპა, ანუ მთელი ფსევდოლიბერალური ბაბლი და მეორე მხარეს სიბნელე და საბჭოთა ჭაობი, ანუ ქართული ოცნება მისი მილიონზე მეტი ამომრჩევით. მათი სახელი ამიერიდან და აწი ყოველთვის იქნება ასეთი რუსული რეჟიმი. ამოხატვის თავისუფლებას ესხმის თავს ეს ხელისუფლება, როგორც ჩვეულებრივი პუტინის მოხელე. ეს არის ბრძოლა რუსეთთან. ამ ქვეყანაში ცხოვრება გერა სუნთქვა იქნება შეუძლებელი. ქვეყანაში დღითი დღე ძლიერდება რუსული ყაიდის რეჟიმი და ეს არის რუსული ხელისუფლება. ჩვენ ქვეყანას აი ეს რუსები მიათრავენ რუსეთში. ზიზღსა და სიძულვილს საფუძველი და ლეგიტიმაცია უნდა მიენიჭოს და აქ უკვე სცენაზე მთავარი პერსონაჟის როლს ირგებენ უცხოელი აქტორები. ისინი პროპაგანდამ პოლიტიკურ მესიებად აქცია, ყვირალა ჯგუფებისთვის. მათი სიტყვა უზენაესია. მათი განცხადებები კი კურთხევის სტოლფასი. ისინიც ცხადია როლში არიან და რადიკალურ უმცირესობას სრულიად ქართველ ხალხად ნათლავენ. ხოლო ყოველგვარი არგუმენტისა და ფაქტის გარეშე ხელისუფლებას სხვადასხვა უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებენ. უფრო მეტი რაღა უნდა მოხდეს საქართველოში სანამ მოქმედებებზე გადავალთ. ჩვენ ხელში ამოგვივიდა ეს ანტიდემოკრატიული სიტუაცია. რამდენ ხანს შეგვიძლია ამის მოთმენა და რას ვაპირებთ იმისთვის, რომ ეს შევაჩეროთ? ფიქრობ, საქართველოს მდგომარეობა ბელარუსსა და իրანს შორის არის. სწორედ ასეთი უსამართლო განცხადებებით აძლევენ საკვებს პროპაგანდას, რომელმაც თავის მხრივ ეს ნარატივი თითოეულ ქუჩის აქტივისტამდე უნდა მიიტანოს და დააჯეროს, რომ ერთადერთი, რის გამოც კოლექტიური დასავლეთის საქართველოს ხელს არ უშვებს, მათი თავგანწირვაა. დღეს რაც ხდება საქართველოში, ეს არის ეგრეთ წოდებული კოლონიური სტრატეგიის გარკვეული გამოყენება, ესეთი როგორც ცენტრიდან მიაჩნიათ მესამე ქვეყნებისადმი, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში შეიძლება ამის გამოყენება, იმიტომ რომ ძირითადად მოსახლეობა არის ბნელი და არის საბჭოთა გადმონაშთი და აქედან გამომდინარე ჟესტების დონეზე ყველაფერი შეიძლება და დისკურსის დონეზე. და რა არის ეს ყველაფერი? ეს არის გარედან ჩანერგილი ერთგვარი კურთხევა, რომელიც ამ მოწყვლად ჯგუფებში აჩენს განცდას, რომ ისინი კონკრეტული გეოპოლიტიკური თამაშების პაიკები კი არა, ქვეყნის ეგრეთ წოდებული განმათავისუფლებელი მოძრაობა არიან. ამის გამოვლინება იყო გარედან ორკესტრირებული მართული აქციები, ხშირად რადიკალური და ექსტრემისტულიც კი. მაგრამ როგორც კი მიხვდნენ ქუჩის ორკესტრის უცხოელი დირიჟორები, რომ ეს არ მუშაობს, დაიწყო სიძულვილის ლეგიტიმაციის პროცესი, რასაც ლიბერალური ფაშიზმი ჰქვია. მეცადება თქვენი ბავშვი თქვენ არის აზროვნების ოპოზიციის ჟურნალისტები, რა თქმა უნდა, არ არიან ჟურნალისტები. ანუ დაიწყო პროპაგანდა, რომლითაც განსხვავებული აზრის მქონე საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლის ყველა მეთოდი დასაშვებია და სწორედ აქ იბადება ისტერია. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მხოლოდ სიტყვებში გამოხატული ზიზღი და სიძულვილი არაფერს ნიშნავს. თუ ის ქმედებებში არ კონვერტირდა, მაგრამ იმისთვის, რომ თანამედროვე შაჰიდის ქამრიანი აქტივისტები შექმნა, სიძულვილისგან გამოწვეული მოქმედებების ჰეროიზაცია უნდა მოახდინო, რათა მას გადამდები ეფექტი ჰქონდეს და სწორედ აქ კვლავ წინა პლანზე პროპაგანდა გამოდის. ისინი არ არიან მხოლოდ ოპოზიციონერი ლიდერები, ისინი არიან საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებების სიმბოლო. ერთი შეხედვით აქ ხომ არაფერია საძიებელი. დანაშაულის სახეზეა, მაგრამ როგორც ვახსენეთ, პროპაგანდა დანაშაულის საკრალიზაციას ახდენს. დამნაშავის ჰეროიზაციას ახდენს. მზია ამაღლებელი ხა ჩვენთვის არის
ეროვნული გმირი, ზნეობრივი გმირი. საქართველო არის მზია ამაღლობელი. მარტივად რომ ვთქვათ, ამას დანაშაულის წახალისება ჰქვია, რომელშიც აქტიურად ერთვებიან ელჩებიც. მაგალითად, გერმანიის ელჩი, რომელიც მზია ამაღლობლის პროცესებზე არაერთხელ გამოჩენილა, შემდეგ კი ანტისამთავრობო პროპაგანდისტული ბანერების ფონზე განუცხადებია. გერმანიაში არ გაქვს უფლება პოლიციელს სილა გაარტყა, რა თქმა უნდა. ყველამ ნახა ეს სილა. საკითხავია, ნამდვილად იმსახურებს ის 4-7 წლამდე პატიმრობას. ფაქტია, რომ ზიზღისა და სიძულვილის კამპანია ჯერ წარმოშობს მოძალადი აქტივისტებს. შემდეგ კი დამნაშავეების ჰეროიზაცია შობს ახალ დანაშაულს. ყველას არ შეუძლია გაუმკლავდეს პროპაგანდის ნიაღვარს, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს და შედეგად კონკრეტული პირები საკუთარი ნებით მიდიან დანაშაულზე. ისე როგორც მაგალითად ზვიად რატიანი, რომელმაც პოლიციელს სილა გაარტყა. მან იცოდა, რაც მოყვებოდა მის ქმედებას. მან ზუსტად იცოდა, რის გამო იხდის სასჯელს მზია ამაღლობელი და მაინც მიდის პოლიციელთან, რომელიც ავტომობილთან დგას და სრულიად მოულოდნელად სახეში სილას ურტყამს. და რა ხდება შემდეგ? კვლავ დანაშაულის წახალისება, დამნაშავის ჰეროიზაცია, ახალი პოტენციური დამნაშავის შესაგულიანებლად. ეს აჩვენებს იმას, რომ ზვიად რატიანი იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ. ეს რომ მთლიანად გარედან მართული და ხელოვნური პროცესია, ამაზე სლოვაკეთში განვითარებული მოვლენებიც მოწმობს, რომელიც აქ მიმდინარე პროცესების იდენტურია. ეს რომ ერთ ცენტრში დაწერილი და მოფიქრებული სცენარია, ამაზე რობერტ ფიცოს განცხადების ერთი პასაჟიც მეტყველებს. ის საუბრობს სლოვაკეთზე, მაგრამ წამითაც კი რომ ეკრანს თვალი მოარიდოთ, შესაძლოა გაგიჩნდეთ განცდა, რომ ქართულ რეალობას აღწერს. ოპოზიციის წარმომადგენლები ეროვნულ დღესასწაულზე აგზავნიან დაქირავებულ პროვოკატორებს, რომლებიც უხეშ შეურაცხყოფას აყენებენ საჯარო მოხელეებს. ახლა გავიხსენოთ 26 მაისის, ქართული ეროვნული დღესასწაულისთვის ოპოზიციის სამზადისი. უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება, უნდა მოხდეს ხელისუფლების პარალიზება, იქ აბსოლუტურად შესაძლებელია ამ ყველაფრის დაორგანიზება. ჩვენმა რადიკალიზაციამ შეიძლება სხვაგვარი გამოიღოს. უფრო მეტიც, იქამდე მივიდა ზიზღისა და სიძულვილის კამპანია, რომ რადიკალმა აქტივისტებმა 9 აპრილის მემორიალის ოკუპაციაც კი მოახდინეს და ისტორიაში პირველად. დღეს, რომელიც ყველა ქართველს აერთიანებდა, თანამოქალაქეებს ugრძალავდნენ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირებისთვის პატივის მიგებას. რუსები ხართ და წადით აქე დადო და მე რატო ვარ რუსი? მსახიობები ოპოზიციის მიტინგებზე პოლიტიკური გამოსვლების შემდეგ თავს ესხმიან ხელისუფლების წარმომადგენლებს თეატრში წარმოდგენების დროს. ესეც ქართული თეატრი და აქტივისტი მსახიობები. დღეს ჩვენი ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშე დგას. წინ დიდი ბრძოლა გველის, ასე რომ არ შევეგუოთ. ოპოზიცია პატივს არ სცემს დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების შედეგს და არც ხელისუფლებას. აქაც ანალოგიურ სიტუაციას ვიღებთ. განასწორედ მათ მიერ ორგანიზებული ზიზღის კამპანიის შედეგი არ იყო არჩევნების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმა, როდესაც ვითომ და გაყალბებული არჩევნების გამო ნაცაქტივისტმა და ამავდროულად ცესკოს წარმომადგენელმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს საღებავი შეასხა. და ნაცვლად იმისა, ძალადობას და დანაშაულს გამიჯნოდნენ, ერთიანად დაიწყეს მისი ჰეროიზაცია ნაცმედიებმა თუ ნაცპოლიტიკოსებმა. გადაებას ვეუბნებით, ძალიან კარგი სიმბოლური ქმედებაა. ასე რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ქვეყნის გარეთ დაგეგმილი სცენარის თანახმად ღრმავდებოდა ქვეყანაში პოლარიზაცია ზიზღისა და სიძულვილის კამპანიით, რომელსაც ერთი მხრივ მიზანმიმართულად უწყობდნენ ხელს და ახლაც განაგრძობენ ადგილობრივი მედიები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი ჯიბის ეგრეთ წოდებული ხელოვანები თუ დატრენინგებული აქტივისტები, NGO სექტორი თუ გარე აქტორები. მეორე მხრივ კი პროპაგანდის ტყვეობაში მოქცეული მოწყვლადი ჯგუფები, რომელთაც დააჯერეს, რომ მიზანმიმართული დანაშაული გმირობის აქტია. როგორ მუშაობს ზიზღისა და ტვინის გამორეცხვის პროპაგანდა? ეს ყველაზე მძაფრად აი აქ ჩანს. მე აქ იმიტომ ვარო დავიცე ჩემი საქართველო, აი მოხალატე ქონიანი რუსებისგან, რომლებიც თავიანთ თავს ოცნებას ეძახიან. ჩემი 12 წლის და ჩემი მთავრობის რუსული მთავრობის ნაღდა არის ყველაზე ძლიერი. რა არის მთელი ამ ისტერიის საბოლოო მიზანი? როდესაც გარეძალების მარიონეტები არჩევნებს ვერ იგებენ, როდესაც დემოკრატიულ გარემოში ხელისუფლებას ვერ ცვლიან, როდესაც ზეწოლა და შანტაჟი არ მუშაობს, მთავარი ფსონი სწორედ ქვეყნის შიგნიდან აფეთქებაზე იდება და მიაჩნიათ, რომ ამ შედეგს მაშინ მიაღწევენ, თუ უმართავ ქაოსს შექმნიან. მთელი ამ ზიზღისა და სიძულვილის კამპანიის ფონზე შემთხვევითი ნამდვილად არ ყოფილა. მაშინ ჯერ კიდევ ევროკომისრის მინიშნება პრემიერ კობახიძისთვის, როდესაც ოლივერ ბარჰეიმ სატელეფონო საუბრისას განუცხადა: "ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ." რაც თავად ბარჰეიმაც აღიარა და დამატებით განაცხადა. სლოვაკეთის ბოლო ტრაგიკული მოვლენა იყო მოყვანილი, როგორც მაგალითი იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს საზოგადოებაში პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ, თუნდაც ევროპაში. ამ განმარტებამ კი ფაქტობრივად დაადასტურა მუქარის არსებობა. ვარჰეის სიტყვები რომ განმარტოთ, გამოდის რომ პოლარიზაციის მაღალ ხარისხს შეუძლია მოწყვლადი მოქალაქე მკვლელადაც კი აქციოს, როგორც სლოვაკეთში.
პარალელურად კი ვნახეთ, რომ სლოვაკეთშიც და საქართველოშიც პოლარიზაცია ხელოვნურად წარმოიქმნა. სწორედ იმ ზიზღისა და სიძულვილის პროპაგანდით, რომელიც სწორედ იქიდან მოდის, საიდანაც გაფრთხილება გაისმა. მაგრამ მიუხედავად ამდენი მცდელობისა, მიუხედავად ზიზღისა და სიძულვილის ესოდენ აქტიური გენერირებისა, მიზანი ვერ სრულდება. ქაოსს ვერ იწვევენ. ქვეყანა განვითარებას ახერხებს და დაპირისპირების მორევში არ იძირება. ამას სამი მიზეზი აქვს. პირველი, ხელისუფლება პროვოკაციებს არ ხვება. მეორე, საზოგადოების დიდი ნაწილი ხელისუფლებას მხარს უჭერს და აძლიერებს. და მესამე, მათი დელეგიტიმაცია იმით, რომ არ არიან დემოკრატიულები, უკვე აღარ ხდება. აი ეს არის მთავარი პრობლემა. იმიტომ რომ თვითონ ცენტრში, სადაც არსებობდა დემოკრატია, იქ დავინახეთ, რომ თურმე დემოკრატიას სერიოზული პრობლემები აქვს. როცა ხედავთ, როგორ ართმევენ ხალხს რეალურ არჩევნებს და რუმინეთი არის ამისი თვალსაჩინო გამოვლინება. უკვე რა თქმა უნდა, არაფერს აღარ ჯერა საქართველოში აი ამ დისკურსის მატარებელი ბავშვების უკვე არავის დიდი ხანი არავის არ ჯერა. მაგრამ როდესაც შენ თვითონ კარგავ საკრალურ ცენტრს, ანუ ლიბერალურ დემოკრატიას როგორც აბსოლუტურ ღირებულებას, მაშინ ხდება რელატივიზაცია ყველაფერს. გამოდის, რომ რუსეთიც დაახლოებით ისეთივეა, როგორც შენ. და დიდი არაფერი განსხვავება არ არის პუტინის რეჟიმსა და მაკრონის რეჟიმის შორის. მიუხედავად ამისა, სიფრთხილე და სიფხიზლე აუცილებელია, რადგან ზიზღისა და სიძულვილის კულტივაცია გრძელდება. პროპაგანდით ზომბირებული აქტივისტები კი გამოწვევაა, რადგან დანაშაულის ჰეროიზაციისა და სიძულვილის ლეგიტიმაციის პირობებში რთულია წინასწარ განსაზღვრო, რომ ვინმეს უფრო დიდი ეგრეთ წოდებული გმირობა არ მოუნდეს, ვიდრე პოლიციელისთვის ხელის გარტყმა ან პოლიტიკოსისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა. ისე, როგორც თუნდაც სლოვაკეთში. თუმცა ქართული რეალობა დღეს ასეთია. ხელოვნურად წარმოქმნილი ზიზღი და სიძულვილი ვერ ახერხებს იმ მსხვერპლოს ქვეყნის მომავალი. სამაგიეროდ ის მსხვერპლად იმ ადამიანებს აქცევს, ვისაც საკუთარ ქვეყანასთან ბრძოლისთვის ნეფსით თუ უნებლიეთ იყენებს.